BBC-ს საგამოძიებო ფილმს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს ეუთოდირი ეხმიანება. ეუთოდირის სპიკერმა კატია ანდრუსმა საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით პირდაპირი კომენტარისაგან თავი შეიკავა, თუმცა ფორმულასთვის გაგზავნილ წერილში დაწერა, რომ ხელისუფლებამ აქციის დაშლისას არ უნდა გამოიყენოს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მავნია და დაუშვებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება იყენებს ძალას, ის ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისი, აუცილებელი და კონკრეტული გარემოებების პროპორციული. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება გამტკიცებული ადამიანის უფლებათა მრავალ ინსტრუმენტში. ეუთოს ყველა სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას ეს უფლება. შეკრების ხელშეწყობა უნდა მოხდეს დიალოგისა და კომუნიკაციის გზით და არა ძალის გამოყენებით. თუ ხელისუფლება იყენებს ძალას, ის ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისი, აუცილებელი და კონკრეტული გარემოებების პროპორციული. ოდირმა საქართველოში საპროტესტო აქციების მართვის შესახებ უკვე გააკეთა განცხადებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს კონკრეტული ანგარიშების ფაქტობრივ სიზუსტეზე ან იმაზე, გამოყენებული იყო თუ არა აღნიშნული ნივთიერება ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და ძალის გამოყენების ძირითადი პრინციპების თანახმად სამართალდამცავებმა თავი უნდა არიდონ ისეთი აღჭურვილობის გამოყენებას, რომელსაც აქვს განურჩეველი ეფექტი, რაც მოიცავს ქიმიურ აგენტებს. მხოლოდ ძალზე გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება მათი გამოყენების გამართლება და მთელი რიგი ქვეყნების საერთოდ თავს იკავებენ მათი გამოყენებისაგან. თუ ხელისუფლება მიმართავს ქიმიური აგენტების გამოყენებას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მავნია და დაუშვებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. BBC-ს საგამოძიებო ფილმი 1 დეკემბერს გამოქვეყნდა. მაშინ ნათქვამია, რომ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის დარბევის დროს ქართულ მოწნებამ მომიტინგების წინააღმდეგ სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება ბრომბენზილის ციანიდი იგივე კამიტი გამოიყენა. საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაიწყო. რამდენიმე დღიანი გამოძიების შემდეგ უწყებამ განაცხადა, რომ კამიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. აგრეთვე სუსი ამტკიცებს, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ 4 დეკემბრის ღამით მასების მართვისთვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ქლორობენზილიდი მალონიტრილი, რომლის გამხსნადაც გამოიყენეს ნივთიერება პროპილენ გლიკოლის ხსნარი. მათივე თქმით, ეს ნივთიერება უსაფრთხოა. მამუკა მდინარაძის უწყების ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, რა ნივთიერება გამოიყენა ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად გასული წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. ამ საკითხზე საგამოძიებო უწყებებს კაფიო განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.